მოგესალმებით, მეგობრებო, მოგესალმებით. დაგიბრუნდით დიდი ხნის მერე ცოტა მონატრებული My League-ის ვიდეოთი. მოკლედ, სანამ ვიდეო გაგრძელდება, დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გააქტივირეთ ზარეზღლაკი. ბევრი არ მალაპარაკოთ, მოკლედ, იმდენი ხანი არ მითამაშია My League-ა, რომ, რავი, დამავიწყდა, რომელ ადგილზე ვარ, სად ვარ, ვისთან ვარ, რა მინდა, რა ჩემი ხოდა. ბევრი ლაპარაკის გარეშე დავიწყოთ. ხო, მოკლედ ძმებო, 21 матч-day არის ლივერპული ფულემის წინააღმდეგ, აქ უკვე განახლებული კამანდით რა იყო და გუნდით, ნუ ყველა ფეხბურთელი შემოვიყვანე ამჯერად ლივერპულიდან. და ესა რა ფედერიკო კიეზაც დავითრიე ესე რომ ვთქვათ რა. ხო. 2933. ნუ უფრო მეც ველოდი, მაგრამ ოკეი. ლივერპული ფულემის წინააღმდეგ ორი წამი გაჩვენეთ ჯერ მატჩებს. ნიუკესლი, სიტი და ბორმუნთი, ანუ ბორმუნთამდე ვითამაშებ რა. ხო. და იდეაში მალე დასრულდება კიდევაც. ნუ ლივერპული დიდი ალბათობით თუ ვერ მოვიგე დავიწყებ უკვე სიტით და სიტი იქნება იმედი მაქვს ის გუნდი რომლითაც My League-ას მოვიგებ აი ჩვეულებრივი ფეხბურთელები და არა ლეგენდებით რა. კაი, დავიწყოთ პირდაპირ, დავიწყოთ. ხო, ესა გეტყვით იმას, რომ ლამინ იამალი 100-იანი იმიტომ არის, რომ წვრთნელის ოპტიმიზაცია მაქვს ჩართული, იმიტომ რომ ანუ წვრთნელის ოპტიმიზაციას მარტო წვრთნელის ოპტიმიზაციას ვიყიდი ძმებო რა, ეგ მაპატიეთ, იმიტომ რომ ანუ თავიანთი სტატებით რომ ითამაშონ, ეგ უფრო მირჩევნია რა. ხო და დავიწყეთ, მოდი გადავიდეთ შეტევაზე, გაათამაშა კიეზამ ბურთი, დაიწყო პირველი ტაიმი და დავაკვირდეთ, ნახოთ, აი კომენტარებში დაწერეთ, აი ეს რამდენს გიჭამთ ტვინს, აი ეს მწვრთნელი რომ რაღაცა გეუბნება და რაღაცა ჭკუას გარიგებთ, ანუ შენ ეხა დაგამატეს და მე უკვე 2019-დან თამაშობ შენი ხო და ნუ ალისონი მან დაარიყო ხოძზე და ნუ მამარდაშვილი შემოყვანა მომიწია სამწუხაროდ. ნუ აი აქ My League-აში ლეგენდების წინააღმდეგ თამაში, რავი, აი საშინლად რთული რო არის, ალბათ დამეთანხმებით ყველანი თავისთავად. აი, ნახეთ, რა პასი გავიდა, გამორდი, მამარდ. ერთი-ნული დაწინაურდა ფულემი ჩემს წინააღმდეგ. ლამინ იამალი, კიეზამ, სწრაფი გოლი მჭირდება ახლა. კაი, ნუ არ ვაქცევ მაგას ყურადღებას. სალაჰი არ გამომივიდა ბოლომდე მაინც დარტყმამ. აბა იოვი ბურთან წამოვიდნენ შეტევაზე. კიდე მომინდომეს ახლა ვანდეიკ წინ გაუშვი. ლამინ იამალი, სობოსლაი, ლამინ იამალი კარგი გათამაშება იყო, ჩაწოდება საჯარიმოში კიეზა, სობოსლაი, რომელიმე დაარტყით ბიჭო. ერნეს სლოტი მეუბნება ბოთე გრეით ქროს, ანუ შემეშვი ძმა, ძალიან გთხოვ შემეშვი, თავი დამანებე. კაი რა. რობერტსონმა იმენა ყვითელზე ითამაშა ძმა. კაი, ნუ 28 წუთი იწყება და სამწუხაროდ ჯერჯერობით ლიდერობს ფულემი, ნუ ლეგენდაზე არც გამკვირვებია დიდად არც გამკვირვებია. იმიტომ რომ რა ვიცი, გაორმაგებულია სირთულე, დედასპიცა, ამას შეხედეთ ბიჭო, აი ნუ კიდე კაი ეს ხელში აიღო მამარდამ ლამინ იამალისკენ გადაცემა, ლამინ იამალმა ვერ აჯობა იქ მცველს და ისევ ფულემი აქტიურობს ძალიან კონატე, ლამინ იამალი, სობოსლაი. ხო, ვინც არიცით და შეიძლება მკითხოთ ზოგ-ზოგიერთმა რომ ლამინ იამალს რა უნდაო ლივერპულშიო, ან თუნდაც ოდეგორსო, მაგრამ წინა ვიდეოს უყურეთ ძმებო და მიხვდებით რა უნდა ში ლამინ იამალი სობოსლაი არა ბიჭო აი ძალიან ჩქარობ ეხლა დამიწერს you're rush ასეც ვიცოდი ღმერთს ვიცავარ you're rushing the play ძალიან ჩქარობო ხო და უკვე ტვინი კი ისიც რაც აბა მოსალაჰი კარგი პასი ოდეგორის მართულებით ოდეგორი აქ რა შეცდომა? აბა, ჩაწოდება კიეზა. გავათანაბრე მაინც. ნუ თავისი
ესა ფულემის შეცდომა გამოიყენა მუჰამედ სალაჰმა და კიეზამაც დააბოლოვა ეს მომენტი. გასახდელში გაატანა ფედერიკო კიეზამ ფულემს ეს გოლი. განმეორებით ნახოთ აუცილებლად ეს მომენტი აქ როგორი შეცდომა დაუშვეს. კარგადაც მოტვინა სალაჰმა, კარგადაც მოტვინა და კარგი გოლიც გაიტანა კიეზამ. კარგი ასისტიც გამოუვიდა სალაჰს. Good goal, now let's win this game. Are you sure about that? 1-1 კაი, პირველი ტაიმი 37-63-ზე მსხვენია სტატისტიკას რო უყურებ, მაგრამ სტატისტიკა არაფერია და დამანებეთ თავი შემეშვით. ოკეი, კაი. მეორე ტაიმიც დაიწყო ამასობაში. 1-1-ია პირველი ტაიმის ანგარიში. ასა. აბა ჩუკეზე. კარგი გაყოლება, ჩაწოდება საჯარიმოში. გადარჩა ახლა აქ ლივერპული გადარჩა. აი ამ პირველ მატჩს ვითამაშება ჩემი იმით ნორმალური საუბრით და მეორე მატჩს, შემდეგ მატჩს, ან რა ვიცი, სიტისთან მატჩს თუნდაც 2 წამი. მამარდ მიდი. ოიმე, წამიერ შოკი მქონდა. წამიერად გოლმამხია. სიტისთან მატჩს დავაკომენტირებ. გაჩვენოთ ერთი ჩემი კომენტატორ სკილები მუჰამედ სალაჰი ამასობაში. გავუყოლოთ. ჯერემი ფრიმპონგმა ვერ გაუგო ამ გადაცემას. არა უშავს. ჯერჯერობით ისევ და ისევ 1-1-ია და 57 წუთი დაიწყო ახლა ზუსტად. აბა დაცვა შეთამაშებენ ბურცო დეგორი რა კარგია ამ მომენტში ნორვეგიელი ლამინ იამალი კიეზასკენ პასი მინდოდა თუმცა არ გამომივიდა. ფრიმპონგი კიეზა სობოსლაი აბა ლამინ იამალ კამბექი 1-0-ის კამბექი არ არის რთული მაგრამ მაინც კამბექია ლამინ იამალი ახალგაზრდა სუპერ ვარსკვლავი გატანილი გოლის ავტორი ლენო სუიწყალი ახლა 68 წუთზე 2-1 გახადა ანგარიში ლამინ იამალმა ნახოთ ეს განმეორებთ ეს მომენტი აუცილებლად აი აქ კარგი პასი იყო სობოსლაის და ლამინ იამალის გადატარებები ჩახვევა მარცხენა ფეხი დაარტყა რატომღაც მეგონა რომ მარცხენა ფეხი თუ დაარტყავდა ტრიველას მაინც გაუშვებდა თუმცა ჩვეულებრივ დაარტყა და გაიტანა კიდევაც 2-1 აბა ფრიმპონგი აქ ძალიან მჩქარობ მართლა ძალიან მჩქარობ არ არის ან თქოს არ ამბობს ერნეს ლოტი მართლა ძალიან ბევრს ჩქარობდა არ შეიძლება მასე კაი აბა ვანდაიკი რა სანამდეა წამოწეული ხო რა გადააბა კონატე მუჰამედ სალაჰი კიეზა გაუყოლდა ლამინ იამალს აქ მატჩობით მეთამაშები შენი აბა დომინიკ სობოსლაი შენი სობოსლაიზე სლობოდა რატომ ახსენდება დედას ბიცარ სობოსლაიზე სლობოდა მახსენდება აუ ეს ხო ვაფშე ის არის რა ქვია მაგას ტვინის ჭამა იმენა ტიპი ცარიელი ტვინის ჭამა მართლა ფრიმპონგი ოდეგარი მარტინო დეგორი არ ვტყმევინებენ ჯერჯერობით მარტინო დეგორს და არც აქ რა ცუდად ითამაშა ვანტეიკმა ცუდად რა ძალიან უხეშად ითამაშა თორემ იდეაში ცუდად არ უთამაშია მცველია და რავი მისი მოვალეობაა ეგა გავამართლეუცებ კაი შეცვლების დრო ანუ რაღა შეცვლები მაგრამ მაინც გაკპა შემოვიყვანოთ მეგობარნო კიდევ ვინ შეიძლება რომ შემოვიყვანო მოდი ესე და ტრენტსაც შემოვიყვან ბარემ თუ არა არ მინდა თუ კი კაი ხო იყოს ტრენტი ფრიმპონგის ნაცვლად ხო მეტი ესე და ეგ არის let's go წავიდა შეგახსენეთ რომ დაალაიქოთ ძმებო ეს ვიდეო გამოიწეროთ არხი და გააქტიუროთ ზარაძღება კი უდესი მადლობა ყველას წინასწარ აი აქ აი ასეც ვიცოდი და გაიტანა კიდევაც მუჰამედ სალაჰმა 3-1 ანუ გამოვიყენე ეგ მომენტი რა ანუ IQ 999 იმენა ყველა IQ იმენა ყველა განმეორებით აუცილებლად ნახოთ ეს მომენტი ანუ
მოტვინე რა, ნახეთ რა გამომოზგე. კარგად მოიპარა სალაჰმა და ნუ ეხლა რა თქმა უნდა შეაგორა 3-1 შვენიერი იდეალური გადასარევი გენიალური. ოკეი, ნუ თავიდან მიგებდნენ 1-0. ეს მამარდას და ჩემი და მამარდას ესთომა ერთად არის. ერთად იყო უფრო სწორედ, მაგრამ ნუ რა კარგი გათამაშება. ღმერთო რა პასი. ღმერთო ჩემო, უყურეთ და დატკბით. ეს რა გათამაშება მოუხოდე, აი. კაი, ნუ ბოლო წუთზე ძალიან მაგარი გოლი გავიდა და 4-1 განადგურდა ფულემი. ლამინ იამალი გახდებოდა რა თქმა უნდა MVP, იმიტომ რომ მოახერხა მან დუბლის შესრულება ფულემის წინააღმდეგ. ოკეი. გადავიდეთ უკვე შემდეგ მატჩზე. ნიუკესლის წინააღმდეგ მომიწევს თამაში. არა ძმა, ეს უეჭველი მჭირდება, ეს ყველა ვარიანტი უნდა ვიყიდო. Manager optimization აი ესე. და იმიტომ რომ ანუ ერნესტ სლოტი რა ვიცი ძმაო რა, იმენა ტვინის ჭამაა ცარიელი მართლა. ანუ დაჟე ისეთი ტვინის ჭამაა, რომ სტატისტიკას აკლებს დაჟე ფეხბურთელებს. ანუ აკლებს. ალისონი არ არის ხოძე ისევ ჯორჯოს შემოყვანა მიწევს. ოკეი. და ნუ პრინციპში მეტი რავი, პრინციპში არც არავინ. დავიწყეთ აბა. ნიუკესლის წინააღმდეგ ნახოთ რას ვიზავთ. ხო, მანჩესტერ სიტისთან თამაშს დავაკომენტირებ. როგორც საჭიროა ისე, ნუ ნიუკესლთანაც რატომაც არა, მაგრამ ნიუკესლთანავე უფრო ჩემი იმით ვისაუბრებ რა, აი როგორც ვსაუბრობ ყოველდღიურად რა. ნიუკესლი ლივერპულის წინააღმდეგ. საინტერესო გუნდია სხვათა შორის ნიუკესლი. არ არის რაღაცა ცუდი გუნდი, ანუ მე ძალიან მომწონს, როგორც ასეთი. და ნახოთ აბა ამ მატჩში რას მოახერხებენ ლამინ იამალი ამასობაში. გაყოლება სობოსლაის მიმართულებით. ჩაწოდება არ იყო ეს კარგი ჩაწოდება, მაგრამ ნუ ოკეი. ოდეგორით მინდოდა რომ მაკრტელა დამერტყა, მაგრამ მე ეთყობა ეს რა ქვია მაგას აკრობატიკ ფინიშინგი და ან ფენომენალ ფინიშინგი არა აქვს ეთყობა ოდეგორს. რა მოვინდო მე ჩემი დედას ვიცავდ ნახე ხა ის რუმენიგი და ესა ოდეგორია ძმა, ოდეგორია. აბა, კარგი შეტევა აქვს სხვათა შორის ამასობაში ნიუკესლის ფეხბურთელებს. გრავენბერხი კარგად თამაშობს, კიეზა. არ იყო ეს კარგი პასი სამწუხაროდ. რა ვქენი ძმა? არა შენი არა შემთხვევით მომივიდა დედას ვფიცავარ, მართლა შემთხვევით მომივიდა. ანუ ბურთის მოშორება მინდოდა და შემთხვევით ჩავუსრიალდი. მეთქი ჩემია თქო ბურთი და უბურთო კაცს ჩავუსრიალდი. კარგი რა, დაურჩით 10 კაცი, თაწივ შო, იმენა ესენი. კაროჩე რა. ან მომიგებენ, ან კამბექს დამიდებენ, რა ვიცი, ჯერ მოახერხო მაინც 1 გოლის გატანა. ეს ეხა ჯარიმა არ იყო, გაწია ძმამ, გადადგა. ჯარიმა არის, ეგ იყო გასაგებია. კონატე მოიშორე ეგრევე. კეზამ ლამინიამ რატო უჩქარო ბიჭო რატო მერე მიკვირს you're rushing the player რომ მიწერს აბა ნახოთ აქ მოჰამედ სალაჰი კარგი პასი რა კარგი გათამაშება იყო ყორღადაო აი ბოლო იმელზე რა ქვია მაგას ბოლო მომენტზე როცა გააკეთა მოჰამედ სალაჰმა პასი ძალიან კარგი იყო და ნუ ლამინიამალმაც შეაგორა ეხა ეს რო ვერ შეეგორებინა რაღაცა არა იდეაში არ იყო მარტივი მართლა არ იყო მარტივი იქიდან გამომდინარე რომ ძალიან კუთხეში გავუკეთე პასი ანუ ნახეთ განმეორებით ვნახოთ. აი შეხედეთ უბრალოდ სად გავუკეთე პასი ანუ რას ვიზახე რა. ნახეთ ძალიან კუთხეში გავიმასქენი რა. ძალიან კუთხეში გავუკეთე პასი. ხო და ნუ არ გაუჭირდა ლამინიამალს. Marvelous goal now keep going მალობა ჯიგარო. კაი. დავაი. ნუ ეხლა ეგრევე უნდა გამითანაბროთ, ეს არის თქვენი ისა მენტალიტი. არა ძმა, არა. კიეზა. დომინიკ სლობოდა.
რა ვქნა ძმა სობოსლაიზე სლობოდა მახსენდება სულ რა გავაკეთო რა კარგი პასია აქ ამასობაში ფედერიკო კიეზაზე აბა ფედერიკო კიეზა მიიწევს ფედერიკო კიეზა სლობოდა სლობოდა მაჯობა კალვეს ჩემი განმეორებით ნახოთ ეს მომენტი აუცილებლად ფედერიკო კიეზა კარგად მიიწევდა ძალიან კარგი პასის გაუკეთა სლობოდას და სლობოდამაც შეაგორა 2-0 კარგია მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ არის ჯერ 33 წუთია ამიტომ ყურადღებით უნდა ვითამაშოთ იქიდან გამომდინარე რომ თან მამარდას კარდის გაფუჭებულია ძალიან გაფუჭებულია რა ეს რა არის თუ ქმნიდით ძმა რამით რა ვიცი რამე ნორმალური მაინც შეგექმნათ ეს კონამი თუ ქმნიდით რამე რა ქნა ვითომ ეხა სკილი იქნა მართლა სლობოდა ჩემი დედას ვიცავარ ჩემი კაი ოკეი 39 წუთი ამასობაში აბა ლამინი matchup more and more იმენა გამიტარა კაკაროჩე რა მაგრამ იდეაში მართალს ამბობს matchup-ით არ მევასება თამაში იმენა მეზიზღება თამაში matchup-ით ძმაო არა და ძალიან საჭირო რაღაცა ყველაზე საჭირო რაღაცა შეიძლება ითქვას matchup-ით თამაში მიდი სალა კარგი რა ისე მოხდა ბურთი რომ ვერც კი გაიტანა წუთი ამასობაში და ლამინია მალ კიეზა რა პასი გავიდა ოდეგორი რა პასი იყო რა და რა ბურთი მოხსნა ამის კაი გადაო ბიჭო რა ბურთი მოხსნა ჩემი დედას ვისავარ ნიუკასლის ფეხბურთელები წამოვიდნენ შეტევაზე კარგი პასი ველა ხვდებით ხო რაზე მაქვს საუბარი თუ გააკეთებ მამარდას ქართს ნორმალური მაინც გააკეთე ბიჭო რა არის ეს ბურთს როგორ არის იცით ბურთს ხო დაარტყავს ფეხბურთელი რა ეს ხდება 2 წუთის მერე და რა იყო ძმა კაი რა ხილად ბიჭო რა საკეთე მამარდა აღარ ჩადგება ჩემთან კარშია ძმა დამანებეთ საღოლ კაი ეს მოხსნა კაი ბაზარი არა ეს მოხსნა მაგრამ რა თმინდა 3 წუთში გაუშვა 2 გული არა ფილტვები ძმა 2 გოლი გული არ ვიცი ძმაო ამაზე რა ვთქვა არ ვიცი ვერ გეტყვით ვერაფერს ვერ ვამბობ ვერაფერს საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს მამარდაშვილის შოუთაიმ კარდი გამოვშვით ეგრევე არ ვიცი სულ 200 ლარი ღირდეს ჩავრიცხავ და ვიყიდი ჩემი დედას ვიცავა შოუთაიმი გამოვშვით მამარდასი ისეთი რომ 200 და 300 სეკუნდეს ისა რა ქვია მაგას გოლკიპინგი მეკარეობა გოლკიპინგი არა რამდენჯერ ვთქვი არა და არ მევასება მეთქი რა კარგი პასი შემთხვევით ხახო შემთხვევით შემომელაპარაკება ხოლმე აბა ვირცი ფორიან კარგი იყო
არა დაგეწყო თავი და ნუ აი მე შენი არა ლამინა არ დაარტყა გეხვეწები არ დაარტყა მოიშენი და ბიჭო კარგი რა აი რატო ბიჭო რატო ახცემი მიდი მალე იქნე მოვასწრო არა ძმა რას მოვასწრებ ამათი კაროჩე და ვივიწყებთ ამ მაჩის არსებობას ვივიწყებთ ჩემი დედას პიცა ვარ მეხუთე ადგილი რა თქმა უნდა რა თავისთავად კაი ნუ სიტისთან კი მატჩი ეხლა 2 წამი ანუ მოვემზადები თავისთავად რაღაცა ასე და დავუშვათ სიტისთან გავახმოვანებ კი არა და დავაკომენტირებ ხო რობერტსონი ეს 99-იანი მყავდა და ეს რატო მყავდა არ ვიცი გუნდში და ნუ DMF-ით ამის შემოყვანა მომიწევს და მოდი აბა ერთი რომელიმე ფეხბურთელი აი რომელიმე რა ვიცი რომელი იყოს იცით მოდი ჰარი კეინი იყოს კაი ჯანდაბას რადგან ინგლისში თამაშობდა ჰარი კეინი იყოს და დროებით შევცვლი იმაზე რა ქვია მაგას გრავენბერხის წინააღმდეგ ოკეი let's go წავიდა ძმებო შეგახსენებთ კიდევ ერთხელ დაალაიქეთ ეს ვიდეო გამოიწერეთ არხი გააქტიურეთ ზარს გელაკი ძალიან დიდი მადლობა ყველას წინასწარ ალისონი რა თქმა უნდა ისევ არ არის ხოთზე ჯანდაბამდე გზა გქონია არის ესეთი საინტერესო გამოთქმა სხვათა შორის და მომზადო ხა დავიწყოთ ხა წვიმ სხვათა შორის მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო იწყება მატჩი პრემიერ ლიგის ერთ-ერთი უდაძაბულესი და უსაინტერესო ესი მატჩი ლივერპულის და მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ ნახეთ იქ ფეხბურთელები რომ გამოდიოდნენ და ამ მატჩს წინ წარუძღვები მე კომენტატორი კოკა ჯალაღონია ამასობაში გაათამაშეს ლივერპულის ფეხბურთელებმა ბურთი ძალიან სწრაფად მიმდინარეობს რაღაც მატჩში რაც ძალიან საინტერესოა და ამასთანავე ცოტათი უცნაურია თუმცა ყოველთვის საინტერესოა ამ ორი გუნდის დაპირისპირება აქ ამასობაში მატეოს ნუნესი სიტის წელს ძალიან კარგი სეზონი აქვს ძალიან კარგ სეზონს ატარებს მიუხედავად იმისა რომ პირველ ადგილს იკავებს არსენალი სიტიც რა თქმა უნდა არ ჩამოუვარდება დიდად წელს არსენალს. აი ლივერპულს კი რაც შეეხება ლივერპულზე ბევრს ვერაფერს ვერ გეტყვით, ან თუნდაც კარგს ვერაფერს ვერ გეტყვით, იქიდან გამომდინარე რომ კლუბი არის სერიოზულ კრიზისში, მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელი დაიმატა ერნესტ სლოტმა ლივერპულში. აქ ამასობაში რა შეცდომა რუბენ დიასის ესეთი მცველი ასეთ შეცდომებს არ დაუშვებდეს ლამინ იამალი კიეზა ძალიან კარგი გათამაშება იყო განმეორებით ნახოთ აუცილებლად ეს მომენტი და გაიხსნა ანგარიში დონარუმა ვერს კი მიხვდა იმას რომ ლამინ იამალს შეეძლო რომ პასი გაეკეთებინა გვერდზე თუმცა ის ელოდებოდა შეიძლება ითქვას რომ ელოდებოდა ნამდვილად იმას რომ ლამინ იამალი დაასრულებდა ამ მომენტს ამასობაში გააქტიურდა უკვე სიტიც რა თქმა უნდა ეს გოლი თავისთავად იმოქმედებს სიტის მიმართ და ეცდებიან ყველანაირად ალბათ გამოუვათ დიდი ალბათობითაც რომ დააკამბეკონ მე ყოველთვის ვიძახი იმას რომ 1-0-ის კამბექი მარტივი კი არა რთული არ არის უკაცრავად მაგრამ კამბექია რაც არ უნდა იყოს ერლინგ ბრაუტ ჰალანდი ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი სიტისა მატეუს ნუნიესი ჰალანდისკენ პასი მამარდა იგერიებს თუმცა ჯერემი დოკუ დამატებაზე მშვენივრად თამაშობს 1-1 სიტი თამაშია გაათანა ბრა ანგარიში ჯერემი დოკუმ მატჩის 29 წუთზე ნახოთ უკვე როგორ უპასუხებს ამას ლივერპული ან მოახერხებს თუ არა მანჩესტერ სიტი მეორე გოლის გატანას აქ მწვრთნელისგან მენეჯერისგან გაფრთხილებებს სერიოზულ გაფრთხილებებს იღებენ ფეხბურთელები ალბათ გავიგეთ ჩვენ ხმა მენეჯერის რომ ეუნებოდა მატჩაპ მუჰამედ სალაჰი ამასობაში აიკრიფა სისტრაფე მუჰამედ სალაჰმა კარგი იყო თუმცა ჩაწოდების რა გითხრათ
მოუწონა სხვათა შორის ერნეს სლოტმა ეს სოლორანი მუჰამედ სალაჰს, აბა დონარუმა მოიშორა წინ, დომინიკ სობოსლაი, ლამინ იამალი, ფედერიკო კიეზა, მარტინ ოდეგორის შორეული დარტყმა, ჟან-ლუიჯი დონარუმა. აბა იქნება კუთხური, რომელსაც მოაწვის ლივერპული. აბა დომინიკ სობოსლაი ჩაწოდება საჯარიმოში დომინიკ სობოსლაის, თუმცა არ გამოვიდა ამ მომენტის დაბოლოება. ერლინგ ჰალანდი ახლა აქ ძალიან კარგი შანსი აქვს სიტის, რომ ძალიან კარგი შანსი ქონდა უფრო სწორედ სიტის, რომ გაიხადა ანგარიში 2-1, თუმცა ვერ მოხერხდა ეს ყოველივე. შორიდან დარტყმა, ვაიმე, ძელს ხვდება საბოლოოდ ბურთი და აქ უკვე თამაშგარეში იყო მუჰამედ სალაჰი. ვნახოთ ეს განმეორებით ეს მომენტი, რა კარგი მომენტი იყო ეს ცოტათი ცოტათი მარჯვნივ რომ წასულიყო ბურთი. ანუ ამდენი ხანი მაგას ვფიქრობდი. ცოტათი მარჯვნივ რომ წასულიყო ბურთი. თავისუფლად შეიძლებოდა რომ იდეალური გოლი გაეტანა. ახლა იქ ლამინ იამალი რა კარგია ამ მომენტში ჩართო ლამინ იამალმა, დაიწყო ლამინ იამალმა მუჰამედ სალაჰი, თუმცა დაასრულა რაღაც ძალიან უცნაურად დაასრულა შენი დედაშვილს დამისრულე. ძალიან უცნაურად დაასრულა არბიტრმა პირველი ტაიმი და ეგრევე დავიწყეთ მეორე ტაიმი. 1-1 პირველი ტაიმის ანგარიში. ტაბლოზე ხედავთ კიდევაც და დაცვა შეაგორებენ ბურთს ჯერჯერობით სიტის ფეხბურთელები. მატეუს ნუნიესი, რუბენ დიასი, ბერნარდო სილვა, რიან შერკი. 17 წუთი ამასობაში ლამინ იამალი, აბა დაიწყო ლამინ იამალმა მშვენიერი გაყოლება კიეზას მმართველებით. რა კარგია კიეზა გვარდიოლის წინააღმდეგ პასი ოდეგორი. 2-1 კამბექი ლივერპულისა. კამბექი. კამბექს იდეაში რატომ კამბექი? წინ გაიჭრა უბრალოდ ლივერპული, იმიტომ რომ პირველი გოლი გაუტანა ლივერპულმა სიტის. კამბექი არ ითვლება. წინ გაიჭრა უბრალოდ ლივერპული. გვარდიოლის ნაცვლად გვარდიოლა რო ვთქვი, მაგაზე მაგრამ ვღადაო. გვარდიოლი. ოკეი. აბა ვნახოთ ძალიან ისეთ სიტუაციაში არის ახლა მანჩესტერ სიტი. მოახერხებენ თუ არა ქალაქელები მერსესაიდული გუნდის დამარცხებას. რაიან შერკი რა კარგი პასი იყო, თუმცა მამარდაშვილი ადგილზეა. ჩვენი ქართველი მეკარე. 99 წუთი და მუჰამედ სალაჰი, ვნახოთ რას მოიმოქმედებს მუჰამედ სალაჰი, პასი ოდეგორის მიმართულებით, ოდეგორი, ფრიმპონგი, 3-1, აბა თამაშგარე ჯანდაბა. კაი ხო არ ღატავ. მესმის ფრიმპონგის. რას ვიზავთ. ვნახოთ აბა, კი საკმაოდ წინ არის ფრიმპონგი, რა თქმა უნდა. საკმაოდ წინ იყო და თავისთავად რა თქმა უნდა თამაშგარეში იქნებოდა, თუმცა ამას აზრი არ აქვს, რადგან მერსესაიდულმა გუნდმა აჯობა ქალაქელებს. აბა რა 2-1 კომენტარებში დამიწერეთ როგორ მოგეწონათ ჩემი დაკომენტირებული როგორ მოგეწონათ. ხო 2-1 მაინც მეხუთე ადგილზე ვრჩებით, რა მნიშვნელობა აქვს? უბრალოდ მანჩესტერ სიტი ჩამოვიდა მეოთხე ადგილზე. არსენალი პირველ ადგილზეა, როგორც რეალურად, ასევე თამაშიც. ბორმუთის წინააღმდეგ მიწევს ბოლო თამაში და იდეაში ბევრი სათამაშო დღეები არც დარჩა პრინციპში. კი მაჩი უკვე ჩელსისთან მიწევს, ჩელსი ლივერპული. საინტერესოა. აბა, წავიდა. დავუშვათ ერთი ბორმუნთან. ოღონდ 2 წამი. აქ მოდი ბოლო მატჩი რადგანაც არის ამ ვიდეოსი. ვიქნები თეთრი ფორმით და ისინი იყვნენ შავი ფორმით. შავი თეთრზე რა, ინი და იანი. აბა ვინ არის ხოძე? ალისონი ხოძე არის. კაი, მამარდან დღეს დაისვენოს. ისედაც ბევრი მომენტი გამიფუჭა. კაი, დავიწყოთ აბა ბორმუნთის წინააღმდეგ თამაში. ხურდებიან ფეხბურთელები ვხედავთ. ისევ წვიმს როგორც ჩანს.
სტადიონზე. ბორმუთის სტადიონზე გვიწევს თამაში, კი ბატონო, ჩვენ ამჯერად სტუმრად ვართ. აბა, გაათამაშეს ბორმუთის ფეხბურთელებმა ბურთი. დაიწყო პირველი ტაიმი და ნახოთ, აბა, აი ბორმუთმა რომ მომიგოს. ბიჭო, სიტის მოუგე 2-1 და ანუ ნიუკესლი. კაი, არ მინდა მაგის გახსენება. კარგი იყო აქ სობოსლაი, სალაჰი, ოდეგორის მიმართულებით ძალიან ცუდი პასი იყო, თუმცა აბა ოდეგორმა დაიბრუნა ბურთი. კარგი პასი კიესა, დომინიკ სობოსლაი 1-0 გაიხსნა მატჩის მე-6 წუთზე ანგარიში. დომინიკ სობოსლაი გატანილი გოლის ავტორი. აბა რა, აი ესე კარგად უნდა დავიწყოთ. არ შევარჩინოთ. აი ხლა მაგარი გაბრაზებული ვარ იმენა, აი იმ ნიუკესლის იმაზე მართლა იმენა მაგარი გაბრაზებული ვარ, ბრატ. კაი. აბა განმეორებით ნახოთ რა თქმა უნდა ეს მომენტი, კარგი გაყოლება იყო, სხვადასხვა კარგი გათამაშება იყო საკმაოდ და სობოსლაიმაც, უბრალოდ სლობოდამაც და ბოლოა კარგად ეს მომენტი. შეგვიფასა ერნესლოტმა ეს გოლი. ერნესლოტი რაღაცა შეგიფასებს. ხო, სობოსლაი ისევ, მუჰამედ სალაჰი, აბა მუჰამედ სალაჰი, სობოსლაი სხვადასხვა აქტიურობს ძალიან სობოსლაი, ამ მომენტს თუ არ გავითვალისწინებთ აქტიურობდა. არა, ერთი გოლი გაიტანა, ახლა დაუფასოთ, მოდი. აბა, აქ კარგი პასი. სალაჰი ჩაწოდება მინდოდა, თუმცა ვერ მოხერხდა ეს ჩაწოდება. სობოსლაი. ბაშეტიჩი ეს როგორ იკითხება, არ ვიცი, მაგრამ დარტყმა მისი. ჩაწოდება ლამინ იამალი. 2-0. გაიტანა ახალგაზრდა ტალანტმა, გამოკვეთე სიტყვები, გოგა, გამოკვეთე ასოები. აქ აი ეს დამიწერთ კომენტარებში ქართულად როგორ იკითხება ძმებო აი ამ ბიჭის სახელი მე დამჭირდება 2-0 შვენიერი ანუ ხვდებით ხო რადონებდა ვარ გაბრაზებული ანუ 2-0 ესე ხანმოკლე დროში ძალიან დიდი ხანია არ შემისრულებია არავისთვის მაილიგაში აბა უკან პასი პეტროვიჩი დაცვაში ათამაშებენ ბურთს ჯერჯერობით ახლა უკვე ამოიწიეს წინ სალაჰი კიეზა ლამინ იამალისგან არ გამივიდა ეს პასი ესპანელმა ახალგაზრდა სუპერვალსკვლავმა და იმან რა ქვია სლობოდამ გაიტანეს ლამინ იამალი ლამინ ბიჭო რა გადაჩევიდე დას ბიჭორ ლამინ დაახურეთ გვირგვინი ლამინ იამალი ვაიმე ეს რა ქნა ბრატ აბა რა გამოხლევთ ნახეთ რა ქნა ოჩე ბიჭო განმეორებ ნახეთ ვაიმე გაქრო ადგილიდან ბრავო უდაოდ რომ ბრავო ამას შეხედეთ ბიჭო რა უქნა ვაჰ ჩემი კაი მეორე ლამინ იამალი დაახურეთ ამ ბიჭ გვირგვინი ახ ჩემი დედასპიცა ვარ 3-0 ნადგურდება ბორმუნთი აბა რა ბიჭო ვაიმე სალაჰის გოლის გვინდა თორემ ართვა გვირგვინი ლამინ იამალმა ეგვიპტელ ფარაონი ტყუილად კი არ ქვია აბა რობერტსონი აი ეს რობერტსონი სხვადასხვა კარგი ქარდია ამისი მართლა ლამინ იამალი ისევ ესპანელი არ გამომივიდა აუ არ დაარტყა გეხვეწები არ დაარტყა რა იქნება არ დაარტყა შენი არ დაარტყა აბა სალაჰი კარგი იყო ამ მომენტში კარგად მოიპარა კიდევაც ბურთი სობოსლაი ოდეგორის დარტყმა შორიდან თუმცა იქნება კუთხური ძალიან აქტიურად დავიწყეთ პირველი ტაიმი და ძალიან კარგია ესა ძალიან კარგია იმიტომ რომ 3-0 პირველ ტაიმშივე აბა სობოსლაი ჩაწოდება სობოსლაის ოდეგორი კაი საბოლოოდ ბორმუნთის ფეხბურთელებს დარჩათ ბურთი პეტროვიჩი გაათამაში აბა ჩემო ძმაო ან მოიშორე რა ვიცი რა ცხაკენი კონატე მიდი ვერაჯობა სამწუხაროდ კონატე თაურებში არ ვიცი როგორ თამაშობს არც ვიცი კარგი იყო გამოასწორა შეცდომა სხვათა შორის კიეზა აბა მუჰამედ მიდი მუჰამედ სალაჰი დარტყმა სალაჰის ვინ უნდა აგართვას
ფარაონო შენი გვირგვინი. მუჰამედ სალაჰი გატანილი გოლის ავტორი. აბა რა. აი ესე და ამგვარად. ვახ ჩემი. ისტორიის მიხედვით ფარაონი ღმერთად იწოდებოდა, ვერავინ ვერ ახდიდა მას გვირგვინს. ზუსტად ასე არის მუჰამედ სალაჰი ლივერპულისთვის, რომელსაც სამწუხაროდ არ აცადეს ბოლომდე რომ მიიყვანა თავისი საქმე ლივერპულში. 4-0. ძალიან კარგი, მშვენიერი, იდეალური გადასარევი, გენიალური. აი უდაოდ სასწაული მატჩი მიყავს დღეს ლივერპულს. აბა, სობოსლაი, მუჰამედ სალაჰი, კარგი იყო ეგვიპტელი ფარაონი გაგდებაზე, კარგად ეთამაშება, სხვათა შორის ეთამაშებოდა სენსეი, ლამინ იამალი. აბა, ახლა ესე იგი, ესპანელმა სუპერვარსკვლავმა გაიტანა. ეგვიპტელმა ფარაონმა გაიტანა. ახლა უკვე ველოდებით იტალიელი მარიოსგან გოლს. აბა, იტალიელი მარიოსგან, ფედერიკო კიეზასგან ველოდებით გოლს. ფედერიკო კიეზას გოლი გვინდა. კიეზა, არ გამომივიდა აქ, კარგი პასი. სობოსლაი. კიეზა, ველოდებით. გაყოლება სობოსლაი. ოდეგორი, რა იყო ძმა და დუბლი, აი ვინ ან სად ან როდის. აი აქ კარგი პასი სობოსლაის, ძალიან კარგი პასი იყო, თუმცა კაროჩი, ავირიე, დაიკიდეთ. ვიღაცამ ხო დაარტყა, ოდეგორმა ხო დაარტყა მერე გასალახმა გაიტანა, ძალიან კარგი გოლი იყო. მორჩა, გათოთ, დამთავრდა. ოკეი, კაი, არაუშეს. ერთის გატანა მაინც მოახერხეს. კაი, ეგ არაფერი. 5-1, კაი. ერთი მაინც არ გაიტანონ კაცო. ვა, გარენ. კარგია რობერტსონი ამ მომენტში კარგად გაიგდო ბურთი, გენაცვალე რობერტსონია ურა ბურთი მომიხსნა ამის. კაი. კუთხური, იქნება კუთხური, რომელსაც მოვაწვდის ლივერპული. რობერტსონმა გამაფრთხილა, try to shoot with the dominant leg. ბაზარი არა აძმა. აქ ამასობაში ჩახვევა მოვინდომეს სობოსლაით, რატომღაც არ ვიცი რატომ, არ მკითხოთ. მოდი, იყოს, ჩვენში დარჩეს. მაგრამ რატომ მოვითხოვე კი არა, რატომ მოვიფიქრე რომ უნდა ჩამეხვია? არ ვიცი ნამდვილად. რა გათამაშება, ჩემი დედასპიცა ვარ. არა, შენი ოდეგარსის არა აქვს ხო დაბლ თაჩი. 5 წუთი დაამატა თავარ დროს არბიტრმა. ლამინ იამალი ბიჭო რეებს შვება, ჩემი დედასპიცა ვარ. რა შვება ბიჭო, აიმე შენი სალა. ვახ, რა საკეთებს დღეს ლამინ იამალი. როგორ ჩვევია ჩვეულ სტილში დღეს გაერთო ძალიან ლამინ იამალი მოედანზე. ბიჭო. ეგ მომენტი იყო რაღაცა სასწაული, სოლოზე რა გააკეთა ლამინ იამალმა. აბა, ლამინ, კარგი პასი ოდეგორის მიმართულებით, დაიღალა ნორვეგიელი, როგორც ჩანს დაიღალა და დასრულდა. სასწაული მატჩი იყო, აი რომარ ველოდი ისეთი სასწაული მატჩი იყო მართლა. ჯერ ხო ლამინ იამალმა რეები აკეთა. თითქოს ეფიქრა რომ ავხდიო გვირგვინსო, ეგვიპტელ ფარაონსო, თუმცა ფარაონმა უთხრა be humble, little boy, be humble. ჩემი დედასპიცა ვარ. მოკლედ, ძმებო, ძალიან კარგი ვიდეო გამოვიდა ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო, შეიძლება ვერ მოვიგო ლიგა, მაგრამ პენგულებს მოვიგებ. მოკლედ, ესეთი იყო ჩვენ დღევანდელი ვიდეო. დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარზღილაკი, მე კიდე იზღან ამჩენია რომ დაგემშვიდობოთ. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.